ეს კახეთის მაჩიტა, მცენარე, რომელიც დღეს გადაშენების პირასაა. მის გადასარჩენად კი სპეციალურ ლაბორატორიაში ენდემური სახეობის კონსერვაცია ხდება. საქართველოში არსებობს ადგილი, სადაც ბუნებაში გადაშენებულ მცენარეებს თავიდან აცოცხლებენ. ადგილი, სადაც ქვეყნის ბიომრავალფეროვნება -20 გრადუსზე დაცულ კონტეინერებში ინახება და სადაც მეცნიერები თესლის თითო მარცვალს მომავალი თაობებისთვის ინახავენ, ისე როგორც აი ამას. ლაბორატორია დღეს 900 მეტსახეობას იცავს, მათ შორის 300 ქართული ენდემური ჯიშია. როგორ ხდება გადაშენებული მცენარის აღდგენა? მარიამ შანშიაშვილი მოვიყვებათ. ქართული წყალი კრეფია, აკვილეგია კოლხიკა, რომელიც გავრცელებული იყო ბუნებაში და თავისი კლასიკური გავრცელების ადგილას დღეს არ არსებობს. ველური მცენარე, რომელიც ჭიათურის ტერიტორიაზე ხარობდა, ბუნებაში დღეს უკვე აღარ არსებობს. თუმცა მისი თესლი ამ უნიკალურ ლაბორატორიაში დღემდე ინახება. ის ისევ იცოცხლებს და გამრავლდება. სწორედ ამ მეთოდოლოგიის გამოყენებითაა შესაძლებელი გადაშენების პირას მყოფი საქართველოს ბუნების ენდემური სახეობები გადარჩეს და ისევ გამრავლდეს. აი აქ არის განთავსებული ჩვენს მიერ შეგროვილი 20 წლის მანძილზე ჩვენი ფლორის დაახლოებით 48%. 4275 სახეობიდან დაახლოებით 3130. ამ კონტეინერებში საქართველოს ბუნების თითქმის ნახევარი ინახება, დაცულია -20 გრადუს ტემპერატურაზე. თესლი, რომლითაც მცენარე მრავლდება, სანამ ამ დაცულ ლაბორატორიაში მოხვდება და წლობით შეინახება, ხანგრძლივ პროცესს გადის. ნინო მელია, რომელიც ლაბორატორიაში 20 წელია მუშაობს, სწორედ ამ პროცესს აღწერს. თესლი რო შემოდის თესლის ბანკში, ეს ველური ბუნებიდან შემოდის, ლაბორატორიაში ხდება მისი წმენდა. ან ხელით, ან ასპირატორის საშუალებით. ძალიან სკრუპულოზურად ვიკვლევთ ამ თესლს. თუ შეყვება რაღაცა გარკვეული რაოდენობის ნესტი, მაშინ ის -20 გრადუსზე გაიყინება და თესლი აღარ ივარგებს. ეს არის საგურამოს ირაგა, რომელიც ჩადებული არის 2020 წელს თესლის ბანკში. გვაინტერესებს, რამდენად ცოცხალია და რამდენად შეინარჩუნა აღმოცენების უნარი. ეს მეორე ABS-ია, სოჭი. მცენარეების თესლი ჯერ გროვდება, მერე იწმინდება, დახარისხდება და ინახება. მასალა, რომელიც ნიადაგიდან ამ კონტეინერებში დაიდებს ბინას, 10 წლეულების განმავლობაში უნდა იყოს შენახული. მცენარეთა ემბრიოლოგები კონსერვაციაზე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მუშაობდნენ. დაწესებულებაც ამიერკავკასიაში ერთადერთი იყო. დღეს მათ საქმეს ეს ხალხი და ეს ლაბორატორია განაგრძობს. მკვლევრები ამ ფორმით ცდილობენ ნებისმიერი სახეობის ბუჩქი, სულ პატარა ველური მცენარეები და ტყე შვილებს შემოუნახონ. ლაბორატორიას 20 წლის ისტორია აქვს. საქმიანობა ჯერ ამერიკელებთან ერთად დაიწყეს. მოგვიანებით კი საქმეში დიდი ბრიტანეთი და 1000 წლეულის პროგრამა ჩაერთო. ახლა ამ ერთ ოთახში დაცულია როგორც ქართული ენდემური 300 სახეობა, ასევე ამიერკავკასიაში გავრცელებული 600-მდე მცენარის ნიმუში. ლაბორატორიაში წლობით ინახება როგორც ბუნებიდან შემოსული თესლი, ასევე მცენარეც. აქვეა მათი სახერბარიუმო ნიმუშებიც. დიდი ბრიტანეთის კიუს ბოტანიკური ბაღი 2000 წლიდან დღემდე მუშაობს 1000 წლეულის თესლის ბანკის შექმნის პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში გავრცელებული 24,000 ყველა ყვავილოვანი მცენარეების თესლის ბანკის შექმნას. აი ამ პროექტის ნაწილი გავხდით. ქართული სახეობების ნიმუშები უკვე გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში, სადაც მსოფლიო მცენარეთა სახეობების ნუსხა უნდა შეიქმნას. შესწავლილი და დაცული ლაბორატორიული ნიმუშების რაოდენობით საქართველო მოწინავეა. წლების განმავლობაში ლაბორატორიამ შეძლო და საქართველოში გავრცელებული მცენარეთა 4275 სახეობიდან ნახევრის ნიმუში შეისწავლა და შეინახა. მათი გამრავლება ახლა უკვე ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
ბუნებას მალე დაუბრუნდება კახეთის მაჩიტაც, ენდემური ჯიშიც, რომელიც გადაშენების პირას არის. კამპანულა კახეტიკა, რომელიც შეტანილია ქვეყნისთვის პირველადი საკონსერვაციო სტატუსის მქონე 50 სახეობაში. რო გადაჩენდეს ყველაფერი, ეს არის საშუალება იმისი, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი საქართველოს გენეტიკური რესურსები. აქ პირველად მცენარეები 1891 წელს გადმორგეს. ყველაზე ასაკოვანი მცენარე 1904 წელს დარგული უთხოვარია. ამ ლაბორატორიაში გაზრდილი ნუშიც რამდენიმე წლის წინ ასე დაუბრუნეს ბუნებას. მე ამას ბრილიანტებს ვეძახი. ჩვენი ბრილიანტები მეთქი. ამ ლაბორატორიის მცენარეთა უხუცესი ემბრიოლოგები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ საშვილიშვილო საქმეს ემსახურებიან და წლებთან ერთად იმ ოქროს ფონდს ქმნიან, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.